მოგესალმებით ტოპარხზე. დღეს ჩვენი ვიდეოს გმირი არის ძაღლი, რომელსაც მსოფლიოში ყველა ცნობს. ის არის კინოინდუსტრიის ნამდვილი ვარსკვლავი, ელეგანტურობის სიმბოლო და ალბათ ყველაზე გამორჩეული გარეგნობის მქონე ოთხფეხა მეგობარი. დიახ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დალმატინელზე. როდესაც დალმატინელს ხედავთ, პირველი რაც გვახსენდება, რა თქმა უნდა, დისნეის ცნობილი მულტფილმი 101 დალმატინელია. ამ ფილმმა ეს ჯიში წარმოუდგენლად პოპულარული გახადა, მაგრამ ამავდროულად დათვური სამსახურიც გაუწია. ათასობით ადამიანმა შეიძინა ეს ლამაზი ლეკვი მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმში ის საყვარელი და ჭკვიანი ჩანდა, მაგრამ რეალობასთან შეჯახება ბევრისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გვერდით გადავდებთ ჰოლივუდურ იმიჯს და გავიგებთ სრულიად სიმართლეს ამ ჯიშის შესახებ. როგორია მისი რეალური ხასიათი, რატომ სჭირდება მას დღეში კილომეტრების გავლა, რა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები იმალება ამ ლამაზი ლაქების მიღმა და რაც მთავარია, არის თუ არა ეს ძაღლი თქვენთვის შესაფერისი. მოკალათით კომფორტულად გამოიწერეთ არხი, თუ ეს ჯერ კიდევ არ გაიგეთებიათ და მოდი დავიწყოთ. იმის გასაგებად თუ რატომ არის დალმატინელი დღეს ისეთი როგორიც არის, უნდა გადავხედოთ მის ისტორიას. მისი წარმოშობა ბურუსით არის მოცული. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მათი წინაპრები ძველ ეგვიპტეშიც კი არსებობდნენ, რაზეც ფარაონების სამარხებში აღმოჩენილი ლაქებიანი ძაღლების ნახატები მიუთითებს. თუმცა ჯიშის ოფიციალურ სამშობლოდ ხორვატიის რეგიონი, დალმაცია ითვლება, საიდანაც მოდის მისი სახელიც დალმატინელი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის კი არ არის, საიდან მოდიან ისინი, არამედ ის, თუ რისთვის გამოიყენებდნენ მათ საუკუნეების განმავლობაში. დალმატინელი არის უნიკალური ეტლის ძაღლი. მე-17-მე-18 საუკუნეებში, როცა ადამიანები ეტლებით გადაადგილდებოდნენ, დალმატინელების საქმე იყო ეტლის წინ ან გვერდით სირბილი. მათი მოვალეობა იყო გზის გაწმენდა, ცხენების დაცვა სხვა ცხოველებისგან და ეტლის ყარაულობა გაჩერებებზე. წარმოიდგინეთ, ეს ძაღლები მთელი დღის განმავლობაში გაუჩერებლად დარბოდნენ ცხენების ტემპში. სწორედ ამან ჩამოაყალიბა მათი წარმოუდგენელი ამტანობა და ენერგია. მათ გენეტიკაშია კილომეტრების დაფარვა. გარდა ამისა, დალმატინელებს აქვთ უნიკალური თვისება. მათ საოცრად უყვართ ცხენები. სწორედ ამიტომ გახდნენ ისინი მეხანძრეების ძაღლები. ძველად სახანძრო ეტლებსაც ცხენებით ეზიდებოდნენ. დალმატინელები გაარბოდნენ სახანძრო ეტლის წინ, ყეფით აფრთხილებდნენ ხალხს გზის დათმობისკენ და რაც მთავარია, ხანძრის ადგილზე ამშვიდებდნენ ცხენებს ცეცხლთან ახლოს. ეს ისტორიული ფაქტები ხსნის ყველაფერს. ეს ძაღლი არ არის შექმნილი დივანზე წოლისთვის, ის შექმნილია მუდმივი მოძრაობისთვის. გადავიდეთ მათ ყველაზე გამორჩეულ ნიშანზე, გარეგნობაზე. დალმატინელი არის საშუალოზე დიდი ზომის ძალიან ათლეტური, კუნთიანი და ელეგანტური ძაღლი. ხოდების სიმაღლეში 61 სანტიმეტრამდე იზრდებიან და დაახლოებით 20-დან 30 კილოგრამამდე იწონიან. მათი სავიზიტო ბარათი, რა თქმა უნდა, თეთრ ფონზე არსებული ლაქებია. მაგრამ იცოდით თუ არა ერთი საინტერესო ფაქტი. დალმატინელის ლეკვები სრულიად თეთრები მივადებიან. და დავადებისას მათ არანაირი ლაქები არ აქვთ. ლაქები გამოჩენას იწყებს დაახლოებით 10-დან 14 დღის ასაკიდან. და ეს პროცესი გრძელდება თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თუმცა ძირითადი ნაწილი რამდენიმე თვეშივე ყალიბდება. სტანდარტის მიხედვით, ლაქები უნდა იყოს მრგვალი, მკვეთრი კონტურებით და არ უნდა გადაებას ერთმანეთს დიდ მასებად. ყველაზე გავრცელებულია შავი ლაქები, მაგრამ არსებობენ ეგრეთ წოდებული ყავისფერი ლაქების მქონე დალმატინელებიც, რაც ასევე სტანდარტია და ძალიან ლამაზად გამოიყურება. რაც შეეხება ბეწვს, ის მოკლეა, პრიალა და უხეშია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მოკლე ბეწვს მოვლა არ სჭირდება, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. დალმატინელებს ცვივად ბეწვები, რა თქმა უნდა. თანაც როგორ. მათი პატარა უხეში თმები ერჭობა ყველაფერს, ტანსაცმელს, ავეჯს, ღალიჩებს და მათი მოშორება ძალიან რთულია. ამიტომ ხშირი ვარცხნა აუცილებელია. ახლა მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. როგორი ხასიათი აქვს დალმატინელს რეალურად? დავიწყოთ მთავარით. ეს არის ენერგიის ატომური ბომბი. თუ გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ მათ ისტორიაზე. ისინი ცხენებთან ერთად დარბოდნენ და ეს ენერგია არსად არ გამქრალა. დალმატინელს არ ეყოფა უბრალოდ 15 წუთიანი გასეირნება სახლის გარშემო დილას აღამოს. მათ სჭირდებათ სერიოზული ფიზიკური დატვირთვა. მაგალითად ისეთი როგორიცაა სირბილი, ლაშქრობა, ბურთის დევნა დიდი ხნის განმავლობაში. თუ დალმატინელი ვერ დახარჯავს ენერგიას გარეთ, ის აუცილებლად დახარჯავს მას სახლში. ეს კი ნიშნავს დაღრნილ ავეჯს, ფეხსაცმელებს, გათხრილ ეზოს და გაუთავებელ ყეფას.
მოწყენილი დალმატინელი დესტრუქციული დალმატინელია. მეორე მხარე მათი ინტელექტია. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ჯიუტებიც. მათ აქვთ საკუთარი აზრი ყველაფერზე. თუ მას სიზუსტეს აჩვენებთ, ის აუცილებლად ეცდება თავზე დაგაჯდეთ. ისინი საოცრად ერთგულები არიან ოჯახის მიმართ. ხშირად მათ წებოვან ძაღლებსაც ეძახიან, რადგან პატრონს ჭრდილივით დაყვებიან სახლში. მას სჭირდებათ ადამიანებთან კონტაქტი და ცუდად იტანენ მარტოობას ან ეზოში დაბმულ მდგომარეობას. უცხოებთან შეიძლება იყვნენ თავშეკავებულები, რაც მათ კარგ გამაფრთხილებელ ძაღლებად აქცევს. მოდი ახლა ჯანმრთელობაზეც ვისაუბროთ. სამწუხაროდ ამ ულამაზეს ჯიშს აქვს სერიოზული გენეტიკური პრობლემები, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ლეკვის აყვანამდე. პირველი და ყველაზე მთავარი პრობლემა არის სიყრუე. ეს პირდაპირ კავშირშია მათ თეთრ პიგმენტაციასთან. სტატისტიკის მიხედვით, დალმატინელების დაახლოებით 8-10% სრულიად ყრუ იბადება, ხოლო 20%-ზე მეტს ცალყურში არ ესმის. ეს დიდი პრობლემაა, რადგან ყრუ ძაღლის გაზრდა განსაკუთრებულ მიდგომას და დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ამიტომ კარგი პატრონები ლეკვებს სმენაზე ტესტავენ ადრეულ ასაკშივე. მეორე უნიკალური და სერიოზული პრობლემა არის შარდჭენკოვანი დაავადებები. დალმატინელებს აქვთ უნიკალური მეტაბოლიზმი. სხვა ძაღლებისგან განსხვავებით, მათი ღვიძლი ვერ შლის შარდმჟავას ბოლომდე, რაც იწვევს თირკმელებსა და შარდის ბულსში კენჭების წარმოქმნას. ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ამიტომ დალმატინელებს სჭირდებათ სპეციალური დიეტა, რომელიც შეიცავს დაბალი რაოდენობით პურინებს. პურინები ნივთიერება, რომელიც ბევრია წითელ ხორცში და ზოგიერთ თევზში. ასევე აუცილებელია, რომ მათ მუდმივად ჰქონდეთ ცდომა სუფთა წყალთან და ხშირად გაიყვანოთ გარეთ მოსასაქმებლად. თუ ამ პრობლემებს ყურადღებას მიაქცევთ, ისინი საშუალოდ 11-დან 13 წელს ცხოვრობენ. მაშ ასე შევაჯამოთ. არის თუ არა დალმატინელი თქვენთვის შესაფერისი ძაღლი? თუ თქვენ ეძებთ მშვიდ ძაღლს, რომელსაც მდივანზე ეძინება და მხოლოდ შაბათ-კვირას გაიყვანთ პარკში, გთხოვთ ნუაიყვანთ დალმატინელს. თქვენს დაიტანჯებით და ძაღლიც. მაგრამ თუ თქვენ ხართ ძალიან აქტიური ადამიანი, გიყვართ დილით სირბილი, ხშირად დადიხართ ლაშქრობებში, გაქვთ დიდი ეზო და მზად ხართ დღეში მინიმუმ 2 საათი დაუთმოთ ძაღლს აქტიური ვარჯიშისთვის, მაშინ დალმატინელი შეიძლება გახდეს თქვენი საუკეთესო მეგობარი. მათ სჭირდებათ გამოცდილი პატრონი, რომელსაც აქვს დრო, მოთმინება და ენერგია, რომ გაუმკლავდეს ამ ჭკვიან, მაგრამ ჯიუტ და ენერგიულ არსებას. სანაცვლოდ კი მიიღებთ უსასყროდ ერთგულ, მხიარულ და ყველასგან გამორჩეულ კომპანიონს, რომელიც თქვენს ცხოვრებას ნამდვილად გააფერადებს. სულ ეს იყო დღეისთვის. ვიმედოვნებ ეს ვიდეო დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, აუცილებლად დაალაიქეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. კომენტარებში კი მოგწერეთ, გყავთ თუ არა დალმატინელი და ეთანხმებით თუ არა ჩვენს დახასიათებას. შემდეგ ვიდეომდე.